აი როგორ შეიძლება ვერ მივხვდე ამას ადამიანი, ხო, ვინც რა თქმა უნდა, ეხა აკვირდები ამ მოვლენებს, რომ ბრიტანეთიდან, ლონდონიდან როდის დაიწყო საერთოდ ეს ჩვენზე ზეწოლა და პრესი, ხო, ფაქტიურად სასამართლო წააგო, მოიგო ბიძინა და წააგო შესაბამისად მეორე მხარემ, სადაც უნდა აღსრულებულიყო და არ აღსრულდა ეს ისა, ხო? თავისი ლონდონშივე მოუგო ეგ სასამართლო და აი რა უნდა იყოს, რომ სასამართლოზე ზემოთ იდგეს და აი წარმოიდგინე რა სტრუქტურა არის ასეთი, რომ სასამართლოზე ზემოთ დგას და სასამართლო გადაწყვეტილება არ სრულდება, ხო? შემდეგ წავიდა უკვე მეორე პრესი, რომ იმედის და პოზიტივის დაყადაღება, წარმოიდგინე თავისუფალი სიტყვა ვითომას ის. ორ საქმეს რა. ხო, აბსოლუტურად არანაირი ფაქტები, არანაირი. მერე უკვე წავიდა კამიტი და პირველი მსოფლიოზე BBC-ს სიუჟეტები და რა. აი ამას როგორ ვერ ვიდაგზნობდე, რომ შენი ქვეყანა არასამართლიანი პრესის ქვეშ არის და შენ იმათ მხარეს იჭერდე რა. ესმის, მაშინ თქვით, რატო არ აღასრულოს ლონდონის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება? ბრიტანეთის სასამართლომ რაში წააგო? ყველა სასამართლო მაგრამ ყველა სასამართლო, არა, მე ხა კონკრეტულად ბრიტანელებს გულისხმობ, არ გულისხმობ სინგაპურებს და იმებს. ნომერ პირველი ამბავი ხო არის სასამართლო, ხო? სასამართლოს აქამდე ეგრე იყო. ხო, აქამდე ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში რა. ამას ვერ აკვირდებით ვერადაირად, რომ ეს ერთ თავში მოხარშული ამბავია და ზუსტად აი ამ ერთ თავს ვეძახით ჩვენ deep state-ს ეგრეთ წოდებულს. ვინ უნდა იყოს სხვა სასამართლოზე მაღლა, ვინ უნდა იდგეს, ვინც ავალებს სასამართლოს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ აღსრულდეს. აბა მითხარით, რა დავარქვათ ამას? თუ არა, რა ვიცი, ზოგი deep state-ს ეძახი, ზოგი იმას, ზოგი ამას. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა დავარქვათ, რაღაც სტრუქტურა ხო დგას ამათ თავზე. აბა ლონდონში, ბრიტანეთში სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდებოდეს და მე აქეთ გიტრიალებდნენ და ტელეკომპანიებს გიყადაღებდნენ, აქეთ გიტრიალებდნენ და კამიტის ამბავს გაბრალებდნენ. ამას ვერ უნდა დააკვირდეთ, რა ხდება და როგორ ხდება თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ? და ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგიდან წახვიდეთ, რაც არ უნდა იყოს? აი ზუსტად მაგიტო ხართ უსამშობლოები რა. ეგ არის უსამშობლოები, იმიტომ რომ თავარი ამომავალი წერტილი არის სასამართლო. სადაც ინგლისში, სტრასბურგში, ყველგან სასამართლოები მოგიგო აქეთა მხარემ. ამითი ხელმძღვანელეთ არ შეიძლება და არა აღქმებით და რაღაცეებით რითიც ხელმძღვანელობთ, რომ ვიღაცა გვარამია ყურში რაღაცა შაგძახებთ, ვიღაც და ისა რა ქვია, წიწვი ჯაფარიძე და იმას აკეთებთ დღის თემად გამოგაგდ და ამაზე რა ქვია, დღის წესრიგს აგებთ აღქმებზე და ამ აღქმებზე ჩამოკიდებულები კიდე სხვებს ეუნებით მონებს. მაგრამ გაკლიათ თქვენ რა.